მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია თორნიკე კუჭაშვილის პოდკასტი. ვსაუბრობთ ყველაფერზე, ყველა აქტუალურ პრობლემაზე. დღეს ჩვენ გადაცემის სტუმარია ქალბატონი მამისა ჯაფარაშვილი, უფლებადამცველი, რომელიც მუდმივად ცდილობს ადამიანების უფლებების დაცვას და იბრძვის სამართლიანობისათვის. ქალბატონო მამისა, პირველი კითხვით გათხოვო თქვენთან, როგორ ფიქრობთ, დაცულია თუ არა დღეს ადამიანის უფლებები საქართველოში? თუ არ არის დაცული, ესეც მითხარით და რომელ სფეროებს გამოყოფდით ამ მიმართულებით? ანუ პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა ამ ინტერვიუსთვის. თავისთავად თქვენ რო ახსენეთ, რომ ქალბატონი მამისა ქვეყანაში იბრძვის ადამიანების უფლებების დასაცავად, ესე იგი არ არის დაცული ადამიანის უფლებების სამწუხაროდ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ თავისთავად მე თვითონ განათლებით არც იურისტი ვარ, არც ადვოკატი ვარ. მაგრამ ქვეყანაში არსებულმა უსამართლობამ ზოგადად რო გადავხედე და ეს არ არის მარტო რა თქვათ რაღაც ერთ სფეროში, ძალიან ბევრ სფეროშია უსამართლობა. ამან გამომაგდროებიან ამ არენაზე და დამაწყებია ერთ უბრალოდ ჩვეულებრივ ქართველ ხალხს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა, ასე რომ არ არის დაცული. და კონკრეტულ თემაზე რო შემეკითხეთ, ანუ რომელ თემაში მე გამოვირჩევი ზოგადად ფულად საკრედიტო პოლიტიკა, ბანკები, მევახშეების წინააღმდეგ ძირითადად, მაგრამ არ არის მარტო ეს პრობლემა ქვეყანაში. ქვეყანაში უამრავი პრობლემა ფაქტიურად ყველა აი სამუშაო ადგილი თქვა, სუპერმარკეტები, აფთიაქები და ასე შემდეგ, ყველა თანამშრომლების უფლება დარღვევულია მანდატს. ჩვენ ქვეყანაში შრომის კანონი არ არის ელემენტარული, ანუ უამრავ სფეროშია, მაგრამ ყველაზე მეტად რა თქმა უნდა გამოვყოფ ფულად საკრედიტო პოლიტიკას, რომელიც პირდაპირ ოჯახებს ანგრევს. და ეს არის სერიოზული პრობლემა სახელმწიფოებრივი, არა მარტო კონკრეტული ვინმე ოჯახის ან პიროვნების. სახელმწიფოს პრობლემაა ეს უზარმაზარი, იმიტომ რომ ოჯახი არის, ვიცით, პატარა უჯრედი სახელმწიფოსი, ანუ მინ მოდელია სახელმწიფოსი ოჯახი. და თუ ოჯახი ძლიერია, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ძლიერია. და მასიურად როცა ფულად საკრედიტო პოლიტიკა არის, მევახშეები და ბანკირები ანგრევენ ოჯახს, ანგრევენ სახელმწიფოს. ქალბატონო მამისა, რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც ამ პრობლემების მოგვარება ხელეწიფებად? რას ურჩევდით? ცოტა როგორც ერთი მოქალაქე მამისა ჯაფარაშვილი. კი, აბსოლუტურად მესმის. ახლა მე ხო 15 წელიწადია თითქმის ვებრძვი ამ თემას და ჩემი ანალიზი გავაკეთე რა გჭირს ზოგადად ქვეყანაში. და ძალიან რთულია რჩევა მისცე და რა, ყველაზე კარგი არის საერთოდ არ გავეკაროს არც ბანკს, არც მოვახშეს და რატო? ჩვენ ქვეყანაში ზოგადად აი ეს რომ მიხვიდე და თანხა ისესხო, პირდაპირ დაკავშირებული არის შენი საცხოვრებელი ფართის დაკარგვასთან. ანუ ხელშეკრულებაში წინასწარ გიწერენ, რომ აი შენ მე გასესხებ +%, ხო ისე არავინ არ გაძლევს, არც მოვახშე და არც ბანკი. და თუ ვერ გადამიხდი გართმევ დინას. ამიტომ ყველაზე სწორია ამ პირობით საერთოდ არის ესხებული. მაგრამ ეს რჩევა როგორ მივცე? როგორ მივცე ეს რჩევა ადამიანს, რომელსაც ყოფითი პრობლემები იმდენია და გადარჩენისთვის იბრძვის. აი ქალბატონო, ჩაგეკითხებით, რა პოლიტიკაა შესამუშავებელი, აი თქვათ, ჩვენ საუბრობთ პატარა ბავშვებზე, რომლებსაც მშობლების დაუდევრობის თუ სხვა პრობლემების გამო უწევთ ქუჩაში გარეთ დარჩენა. ანუ რა პოლიტიკაა შესამუშავებელი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ბავშვებთან გვაქვს საქმე, ხო? რაღაც ალტერნატივები ალბათ უნდა მოიძებნოს თქვენ ამას დიტყვით ალბათ და კი, აუცილებლად განვავრცოთ ეს ყველაფერი. სამწუხაროდ დღეს რაც დამდგარი შედეგია, ეს არის სავალალო. და ის ვთქვათ პრევენციის მიზნით ახლა რაც შეიძლება ვთქვა, ეს უკვე იმ დასაკუთრებულ ქონებაზე არ გავრცელდება, თუ აქ სხვა ძალიან რადიკალური ზომები არ გაატარა ხელისუფლება. მაგრამ თუ სახელმწიფოს საკუთარი ერთი ბანკი არ ექნება, როგორ გინდა იმ ქვეყანაში საერთოდ აი ვამბობ ფულად საკრედიტო პოლიტიკა აწარმოო. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი ბანკი, საქართველოს ბანკი არ არსებობს. ახლა ამას წინა თურნავა მახსენა 65 თუ 75 ქვეყნის წარმომადგენელი იყო და აქ ფორუმი იყო, მთელი საბანკო სისტემა იყო ამის ჩამოსული და რაღაც ციფრული იმის აბად უნდა აქციონ საქართველოს და საქართველოს ბანკებიო. და პირდაპირ დაუწერე Facebook-ზე, რომ ქალბატონო მათია თურმავა უნდა შეგისწოროთ, იმიტომ რომ საქართველოს ბანკები კი არა, ბანკების საქართველო გვაქვს უკვე ჩვენ. ანუ არ არის სახელმწიფო უკვე ნახევარზე მეტი, ანუ 70%-ზე მეტი ბუნებრივი რესურსების ჩათვლით ეს ჩვენი ეროვნული რესურსია თუ კერძო ქონებები ადამიანების, მაგრამ კერძოც სახელმწიფოს რესურსია ეს სახლი, რომელზეც ჩემი სახლი დგას, ის ხო სახელმწიფოს მიწა არა,
წაღებულია ეს ყველაფერი და ფაქტიურად რა გამოდის იცით? დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება რაღაც გარკვეული ნაწილის ხელისუფლებაა. იმიტომ ის არ არის მისი და არ ექვემდებარება მას. ეს არის მსოფლიოს ფედერალური რეზერვის, ეს არის მსოფლიო ბანკების, ასე შემდეგ სხვა გონია ქალბატონო მამისა, რომ ბანკები თავს იზღვევენ, იმიტომ რომ საქართველოში არ გვაქვს ის სტაბილური შემოსავალი და ამით რაღაც გარანტიას აძლევენ საკუთარი ბიზნესი. მესმის რასაც მეკითხებით, მაგრამ არ დამემთავრებია მაშინ პასუხის გაცემა. ხო, ანუ ეროვნული ბანკი, ჩვენს ყოფილი ეროვნული ბანკი. ეს არის ყველაზე დიდი, როგორ გითხრათ, თავის ტკივილი, ქართველი ერის. ეს არ არის ეროვნული ბანკი. საერთოდ ეროვნული რას ნიშნავს? ჩვენ რო ეროვნულს ვიტყვით, ხო? ჩემთვის მაგალითად ეროვნული, ქართველი ვარ, ხო, ერი ამას ნიშნავს. და ქართველობა რასთან ასოცირდება კიდე? ქრისტიანობასთან, ხო? ესე იგი ეროვნული ქრისტიანული ბანკი უნდა იყოს ის. ასე უნდა გამოდიოდეს და რომელი ქრისტიანობაზეა ლაპარაკი, როცა პროცენტი ჯარიმის ჯარიმა და აი ის ქვეყნები ამით სარგებლობენ, რომ ჩვენ ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციაა. ესე იგი, ამას იყენებენ იმისთვის, რომ სახელმწიფო გაგვაცალონ, მაშინ არ უნდა ითანამშრომლო მასეთ ქვეყანასთან. და შენ ქვეყანაში არსებული რესურსი გამოიყენებო დავეცილიშვილო, მაგრამ სახელმწიფოს მაინც არ დაკარგავ ფაქტიურად. ამ პოლიტიკით ჩვენ თითქმის დავკარგეთ სახელმწიფო. მე თავიდან როცა ეს ბრძოლა დავიწყე, სიმართლე გითხრათ, კი ადამიანები მეცოდებოდნენ, რა თქმა უნდა და ადამიანის სიყვარულმა გამომიყვანა და ადამიანს ჩაგრავდნენ, რომ დამეცვა მაგისთვის, მაგრამ პირველ რიგში ნახე, რომ სახელმწიფოს კარგავდი. სამშობლოს მართლობდა ეს მოლაწაგრებითი პოლიტიკა. იმიტომ რომ ნებისმიერი იმის სახლი, ამის სახლი, რომელიც ლილაკ უკვე და თქვენ წარმოიდგინეთ, აგერ ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ინგერში თქვა, გინდაზე აგორდეხში, ქუთაისში არ არის მნიშვნელობა. ნებისმიერ რაიონში გაჩნდა საქართველოს ბანკის საკუთრება. ნახეთ, მიდით მერე და იქ სამეთვალყურო საბჭოს ნახავთ. ახლა მე პირადად ძალაუფლება რომ მქონდეს გულწრფელად ვამბობ 48 საათში მოვაგვარებ ამ სიტუაციას. ხო, მაგრამ ამას ამ წუთში ვერ გავაიღერებ და ვერ ვიტყვი. თუ სახელმწიფოს ექნება ძალა, როგორ გითხრათ, აი მაგისი სურვილი ცოტაა კიდე, პრინციპული გადაწყვეტილება არ არის პრობლემა, ამას ძალიან ადვილად მოაგვარებს. მე რომ ძალაუფლება მქონდეს და ვამბობ 48 საათი მინდა მეტი არა ამ პრობლემას ბანკებს პირდაპირ მნიშვნელობა დავაჭერებ. არა, ცოტა და იცით რა არის, რატო არ მინდა ვამბობ ეს საიდუმლო ამ წუთში. თვითონ ადგილზეც ბევრი მოწინააღმდეგე იქნება. ადგილზე, აი მარტო საბანკო სისტემას არ გულისხმობა, ადგილზეც იქნება ბევრი, იმიტომ რომ ამას უნდა სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ გაიაზროს ადამიანი, აი რას ვაპირებ და ეს რა შედეგს მოიტანს. და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლება არ არის. თორე ხელისუფლება რო ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, მაშინ აი ეს პოლიტიკა ჩვენ არ გვექნებოდა და სამწუხაროდ არც რელიგია, რო ვთქვათ, ასე არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და ოლიმპიური სიმშვიდით უყურა, როგორ იყიდებოდა ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ამ წლების განმავლობაში და პლუს ვამბობ ადამიანების უფლების აი საშინელი დარღვევა. ახლა წარმოიდგინეთ ბავშვი. მე ახლა გორის მაგალითს მოვიყვან. გორში იყო გამოსახლება და ნიკოლოზი ქვია იმ ბავშვს. 4 სკოლაში მიდიოდა 3 დღეში. აგვისტოს სექტემბერში გამოასახლეს და 3 დღეში მიდიოდა სკოლაში ბავშვი. და გამოასახლეს, ნუ საშინელებები ხდებოდა ეს ძალადობა რაღაც და ეს ბავშვი მეუბნება მე ნიკოლოზი. მეო ამ საღამოსო სად უნდა დავიძინო? ახლა როგორ გინდათ მითხარით, მე ეს არასდროს არ დამავიწყდება. ეს ჩემში შინაგანში იმდენად დარჩა ეს უბრალოდ და ისე მინდა უბრალოდ რომ ის ნიკოლოზი შურის მაძიებელი არ გაიზარდოს. წლების განმავლობაში ისეთი პოლიტიკა ტარდება და ქვეყანაში არასახელმწიფოებრივი ადამიანის უფლებების აი საშინელი დარღვევა. ახლა წარმოიდგინე შენ რომ მშობელი ბავშვი რომელიც უყურებს მშობელს უმწეოს როგორია. შვილისთვის ხო დედა მამა ყოვლის შემძია. დასაყრდენია იმედია და ამ დროს წარმოიდგინე რომ ქუჩაში წივილ-წივილით გარბის დედა და სახელმწიფოს კანონით ან წარმოიდგინეთ ეს ხო სახელმწიფოს კანონია ეს ხო არ არის ის დრო როცა ტყვეთა სყიდვა იყო ვიცით რო ყიდნენ ხო ტყვეებს მაგრამ ეს სახელმწიფოს კანონი გიაყოფილა ის ვინც ყიდდა დამნაშავე იყო და თუ გაიგებდნენ მინიჭე იჭერდნენ აქ სახელმწიფოშია ეს კანონი თუ გაქვთ ინფორმაცია თქვათ როგორი მაგალითებია საერთაშორისო დონეზე ამ კუთხით თუ მოგიძიებიათ ეს ინფორმაცია როგორ ხდება იქ ევროპაში დანაშაულია სრული ამ სიტყვის და სისხლის სამართლის დანაშაულია თუ ჯგუფურად ხდება და რამოდენიმე შვედეთში რატო არ წამოვიღეს მთლიანად ამოღებული მაგ დღეს არ ვეროდი უბრალოდ რაღაცნაირად ისე რომ მთლიანად ამოვიღე მაგალითად როგორ ხდება გერმანიაში საფრანგეთში ნამდვილ ევროპულ ქვეყნებში
დანაშაულია თუ ანუ რამოდენიმე ადამიანზე ახორციელებს შენ აი ამ იმას რა ქვია ფინანსურ ზეწოლას და სულ პროცენტებს იღებ სარგებლობ მისი იმის ეკონომიური გასწრაფი და ასე შემდეგ სისხლის სამართლის დანაშაულია ეს ნამდვილ ევროპულ ქვეყნებში მაგრამ მე ზუსტად ეს მეკვირდა აი ვინც ევროპისკენ ეძახდნენ იძახიან და მიისწრაფიან აი ეს კანონები ევროპაში რო ასე არ არის აქ ერთხელ რატო არ გააპროტესტეს რა სტანდარტთან მაქვს საქმე მე ეს არ ვიცი ვერ ვგებულობ სოციალური პრობლემები ნაკლებად ისმის აქცია ეს არ არის მარტო სოციალური პრობლემა მე ამას არ ვარქვი მარტო სოციალური ეს არის აბსოლუტურად არაადამიანური არაჰუმანური საერთოდ როგორ გითხრათ აი ადამიანს არაფრის ღირებულება არ აქვს თუნდაც საკრედიტო პოლიტიკაში რას ფიქრობთ ქალბატონო მამისა უნდა გაუქმდეს საერთოდ მევახშეობა თუ უნდა მოიძებნოს ალტერნატიული გზა მევახშეობა რა თქმა უნდა საერთოდ უნდა გაუქმდეს ახლა მე კომუნისტების ხობას არ მიტირი ვერ გეტყვით მაგრამ იქ სწორად იყო ამ შემთხვევაში მევახშეობაზე აქცენტი რაიმე განსაკუთრებულ ფინანსურ პრობლემასთან და გჭირდება ეს სესხი აი გამოუვალი სიტუაცია ყველას ღმერთმა აშოროს მაგრამ აი ჭირდება თქვა ბავშვის ჯანმრთელობისთვის აი რაღაც დაგვედო ვალი ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეულები ხო აი რას ურჩევდით ასეთ ადამიანებს სახელმწიფოს უნდა ქონდეს აუცილებლად რეზერვი რესურსი ამისთვის და მე სახელმწიფოსთან უნდა მიდიოდე თორე სახელმწიფო მე როცა ბანკთან მიდიოდა და მეუბნება კერძო სუბიექტებს შორის არ ჩავერევი კერძო სუბიექტს ბანკს მიეცი ჩემი სახკარი და შენი სახელმწიფო რესურსი იმისთვის რომ გამიყიდოს შენ რას მიკეთებ მაშინ როცა მე ვარ უმდიდრესი ახლა ზოგი ჩვენ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ ის ვისაც გონია ის იყოს მე ვიცი რომ უმდიდრესი ქვეყნის შვილი ვარ და ჩვენ იმდენად რიცხობრივად პატარა ერი ვართ ჩვენ რა პრობლემა გვაქვს გამაგებინეთ მარტო წყალი რო ავიღოთ უბრალოდ წყლის ინდუსტრია გვაქვს იმხელა რომ ბავშვი რო იბადება იქ ნავთობისის რა ქვია არაბეთში საემიროებში რო იბადება იმ ნავთობის შემოსავლიდან ურიცხავენ დაიბადება თუ არა ბავშვს თავის იმას და ჩვენ რატო არ უნდა ვიყოთ მაგალითად ამოდენა წყლის რომელიც იყიდება ხო და რა ღირს აგერ 2.5 ვიხდი ამის რატოა თითოეული ადამიანის საკუთრებაში ეს გამოდენიაში ეს რო შენი მოსახლეობის მიმართო აი ეს შენი ბუნებრივი რესურსები მე რატო უნდა მქონდეს ბანკთან წასასვლელი იმისთვის რომ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდეს მაგრამ ესეც ყველამეა კიდე ერთი რამ ჯანდაცვა და განათლება უნდა იყოს უფასო ჩვენ ქვეყანას არ აქვს ამის პრობლემა რომ აი ეს ორი აუცილებლად უნდა იყოს უფასო ბოლოსკენ მინდა შეგეკითხოთ ესეთი რამე თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ფარმაციაში მუშაობისა და სააფთიაქო პოლიტიკაზეც მინდა გკითხოთ კი რაღაც გარკვეული შეღავათებები არსებობდა არსებობს ყოველწელს თითქოს და რაღაც იცვლება მაგრამ რეალურად წამლის ფასი ბევრად არ ემატება პენსიონერის პენსიას მოდი ესე ვთქვათ ამ მიმართულებით რას ვიტყვით ამ საკითხს მე პირდაპირ მე ერთხელ მქონდა გამოსვლა სპოთაშორის ტელევიზიით პირდაპირ და ამ სააფთიაქო მაფიას ეძახი მე ამას ეს არის ფარმაკო მაფია როგორ უნდა დარეგულირდეს ხო როგორ უნდა დარეგულირდეს სახელმწიფოს უნდა ქონდეს მეტი კონტროლი მაგრამ აქ რა არის ფარმაცია მე პირადად მქონდა შემოთავაზება თავიდან და რისი როცა გამგეობები მოდიოდნენ ჩემთან მაშინ ეს გამგეობა თუ რაც ერქვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და მამისა მოდი რა წამლები მომეცი გავწეროთ ავადმყოფოებზე სოფლის ამბულატორიები თუ რაღაცები იყო და რა ვქნათ აი 15% ჩვენ გავიყოთ 5% მივცეთ იმათ მიგიდია დღეს ზუსტად იგივე ხდება ამიტომ არის სახელმწიფო კონტროლს კი ბატონო სახელმწიფო კონტროლს არ ახორციელებს დღეს ავადმყოფოებს აფთიაქები ისეთ ფასებში აძლევენ წამალს აი მანდარი ატკატები და პოლიციის შეუნა და ამიტომ ხდება შემოსაყვარებლო სახელმწიფოს კონტროლი არა შენიშვი ნებისმიერ სისტემაში აქვს და ინსტიტუტში განახეთ რას ვიზამ და მაგათ როცა ელექტრონულ ვერსიაზე გადავიდა ზებუნებები რაკნეს იცი დიდმა კამპანიებმა ეს ავერსი PSP და ესენ ვერ აჩვენეს მოგება და მაშინ საშინლად როგორ ვთქვა დაუწიეს წამლებს ფასი ეს კარგი იყო მაგრამ წარმოიდგინეთ პატარები ყველა გაგვაკეთეს და იცით რატო მე წამალი რომელიც იქიდან წამოღებული მქონდა თქვა და გიმაში 50 ლარში თვითონ დაადო გასაყიდი ფასი 7 ლარი ჰორმაგისთან და ზებუნებები ქონდათ თავიანთვის და სახელმწიფოს საჩვენებელი კონტროლი ატლია ყველაფერს თორე სახელმწიფო როცა მოინდომებს სერიოზულ კონტროლს და შიში ექნებათ ფარმაცევტებს იმიტომ რომ სინდისი არა აქვთ ადამიანი რომელიც იმისი რა ქვია დეპაკენი რისთვის ეხმარება დიაბეტიანების
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და უამრავია ისეთი ეპილეფსია, ხოდიში, ეპილეფსიანების, დიაბეტიანების და აი ასეთი ავადმყოფ სისხლი დაავადებული ავადმყოფობის ხარჯზე, რომ გამდიდრებას დააპირება ადამიანი, რომ აი არ დაეტიო ქვეყანაში, ამას უბრალოდ სიდის ნამუსი არ გააჩნია და ახლა ღმერთი არ წამდა დანარჩენი არიან მატერია მოგებაზე არიან და ვამბობ, სახელმწიფოს აკლია კონტროლი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მოგზაურობისათვის. ჩვენ კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ.